ვარ ბარბარე ინესაძე 8 წლის. ვსწავლობ მერვე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ტანვარჯიში, ცეკვა, საჭმელის გაკეთება და კითხვა. აქედან ყველაზე უფრო მიყვარს ტანვარჯიში. უკვე 4 წელია დავდივარ ტანვარჯიშის წრეზე. ტანვარჯიში იმიტომ შემიყვარდა, რომ ვაკეთებ კარგად ყველაფერს. მაგალითად ვაკეთებ ხიდს, შპაგატს, კიდე წინყირამალას, უკანყირამალას. ტანვარჯიში ყველაზე ძნელი არის სამინაბიჯიდან ფლიაგი. არა, სამინაბიჯი რო გააკეთებ, მე უნდა გააკეთო ბორბალი და შემდეგ უკავნა გადახტე. უკვე 3-ჯერ მქონდა შეჯიბრება. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა პირველი. იმიტომ რომ ლამაზი ფორმა მეცვა და მეორე ადგილი ავიღე. ისე სხვა დროსაც ავიღე მეორე ადგილიც და პირველი ადგილიც. ტანვარჯიში არის ბევრი სახეობა, მე დავდივარ აკრობატიკაზე. აკრობატიკაზე ვცეკვავ ხან ორეული, ხან სამეული. ზოგჯერ მარტო ვცეკვავ და ილეთებს ვაკეთებ. მე ყველაზე მეტად მომწონს ორეულში ცეკვა. ჩემი ტანვარჯიშის მასწავლებლს ქვია მარინა. ის არის კეთილი ადამიანი. მოსიყვარული და თბილი. ისედაც მიყვარდა ტანვარჯიში და მარინა მასწავლებელმა უფრო შემაყვარა. მე მინდა გავხდე მსოფლიო ჩემპიონი და ვასახელო საქართველო. ჩემი გეგმა არის რომ ტანვარჯიშზე კიდევ ვიარო 10 წელი, ანუ უფრო მეტი. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უკვე დავდივარ 6 თვეა ანსამბლ საუკუნეში. მახსოვს პირველი დღე საუკუნეში რომ მივედი. მასწავლებლს არ ვიცნობდი, ცოტა ნერვიულობდი და მეშინოდა. მერე გავიცანი ბავშვები და ბევრთან დავმეგობრდი. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა ილეთების შესწავლა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულტური. საყვარელი ილეთი არის ესე. ჩემი პირველი კონცერტი მინდა მქონდეს ანტალიაში. კონცერტზე მინდა ჩავიცვა წითელი გრძელი კაბა. საუკუნეში მყავს 3 მასწავლებელი: გოგი, მალხაზი და თინათინი. ყველაზე უფრო ბავშვები უყვარს მალხაზი მასწავლებელს. ყველაზე მხიარული არის გოგი მასწავლებელი. თინათინი მასწავლებელი არის ყველაზე მშვიდი და ლამაზი. საუკუნე იმიტომ გონია კარგი, რომ კარგი მასწავლებლებია და ბავშვები ერთმანეთთან მეგობრობენ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლებია და კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია დეა მიქელაძე. ყველაზე ცელქი არის ანდრია საგინაძე. ყველაზე ჭკვიანები ვართ მე და ნინა ხარჩილავა. ყველაზე მშვიდი არის ელენე აბულაძე. მე ვარ ყველაზე პრანჭია, ლამაზი და მეგობრული. მეგობრობა არის ერთმანეთს გაუნაწილებენ ბავშვები რაღაცას. მე ახლა მყავს 2 საუკეთესო მეგობარი და მინდა მყავდეს 5. ადამიანს მაქსიმუმ შეიძლება ყავდეს 51 მეგობარი. ჩემი საყვარელი საგანი არის მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელი არის ნანა ზენაიშვილი, იმიტომ რომ თბილი ადამიანია და კეთილი. ბავშვობაში მინდოდა გამოვზულიყავი რაპუნცელი. ახლაც მინდა რაპუნცელობა, მაგრამ დიდი თმა არ მაქვს. ახლა მინდა ვიყო 28 წლის, იმიტომ რომ ჩემ მეგობართან ერთად წავიდე რომელიმე ქვეყანაში. პირველ რიგში სამოგზაუროდ წავიდოდით პარიზში. მე ვარ ძალიან კარგი დიასახლისი, იმიტომ რომ სახლსაც ვალაგებ და საჭმელსაც ვაკეთებ. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე ვიყავი 7 წლის. ეს საჭმელი იყო შემწვარი კვერცხი. ჩემი საყვარელი საჭმელი არის შემწვარი კარტოფილი. კარგ დიასახლისობას მასწავლის ჩემი ლამაზი დედიკო. ის არის თბილი, კეთილი და მოსიყვარულე. მე მყავს ძმა, რომელიც არის 4 წლის და ქვია თემო. ის არის ნერვების მომშლელი, კეთილი და ცოტა ბრაზიანი. ნერვებს მიშლის, როცა გაკვეთილობს მესადინეო. ერთხელ მოვიდა და ჩემი წიგნი ცოტათი დამიხია. ზოგჯერ ხოლმე იმ დროს მიშლის ნერვებს, რომ რაღაცას რო ვხატავ, მოდის და მიჯავნის. მაგრამ მთლიანობაში მაინც კარგი ბიჭია და მიყვარს. ჩემი აზრით თემო რო გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. ასე იმიტომ გონია, რომ ხოლმე პოლიციელობანას თამაში უყვარს. მე ასევე მიყვარს ხატვა და ძალიან ლამაზად ვხატავ. ყველაზე ხშირად ვხატავ
გაზაფხულ-ზაფხულ შემოდგომა ზამთარს. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და შავი, არ მიყვარს ნაცრისფერი და თეთრი. ნახატები არ გამიყიდია და ძალიან მინდა რომ გავყიდო. თვითონ ნახატი ეღირება 5 ლარი. მე ფული როცა მაქვს, ძირითადად ვხარჯავ ტანსაცმელში და საპრანჭავერში. გაპრანჭვა მიხდება, მაგრამ რომ არ გავიპრანჭო, მაინც ლამაზი გოგო ვარ. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მექნებოდა ახალი სახლი. აქ ვიცხოვრები ჩემი ძმა, დედა, ბებო და მე. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ბარბარე რომ არ მერქვას, რა მერქმეოდა? მე ბარბარე დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ბარბარე რომ არ მერქვას, ალბათ მერქმებოდა თეკლა. ჩემ შვილებს დავარქმევ ნატალის, თეკლას და ანდრიანეს. შემდეგ მონაწილეს ვუწევებ ასეთ კითხვას. რა არის მისი საოცნებო საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარი არის ახალი სახლი. ბედნიერება არის ახალი სახლი და დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.